სოციალური პარტიის თავმჯდომარეს გვალმაგის ერთ-ერთი პარტიის პოლიტიკის სოციალურ-ეკონომიკის და ასოების სკემალეთ თარგმნებს და ესე იგი ქართული ფილოსოფიური აზრის განვითარებაში უდიდესი წვლილს შეიტანს. სოციალურ-ეკონომიკის ნამდვილად სწორად მოუწოდა ადამიანებს თუ წარსულის სწორად არ გაანალიზონ, თუ ზუსტად არ დაადგინენ ყველა ის რაც მოხდა, რომელსაც ვერ დაგეგმა. Surab Zikharidze, უზენაის საბჭოს დეპუტატი. ეხლა რა მინდა გითხრათ? ასორინის პოლიტიკოსი. 16 წლის გაზრდით და ამას შეთანხმებული სამსახურში რაღაც სახში წაიღო მითხრა მე ამასალია ხოლმე მივედი სამსახურში და გამომატარა სამწუხაროები დოსტოევს რომ მივიდანე სახში ეზოში ტოლიკოდა ზვიადი საუბრობდნენ Toli Gombikadze, Anatoli Gombikadze, ჩემი კარის მეზობელი იყო, ეგენი ჩემზე 4 წლის უფროსები, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ზვიადი ხშირად მოდიოდა ხოლმე. და კარგი მოვიტანეს წიგნები, ერთად ლაპარაკობდა და ვაჩვენე. და ზვიადი მოთქვა, რომ ეს კარგია, ეს პირველ რიგში ბესი წაიკითხე. და მერე ნაიზმები კარამაზოვები. ნუ რა თქმა უნდა დავუჭერე და წავიკითხე და იმის მერე მოუხები და მოთხარი რომ წავიკითხე. ბიჭო ეგრეანია. ვერაფრით ვერ გაიგებს რუსია და თაში დაბადებული კაცი და მოსკოვის კრემლის გვერდზე დაბადებული კაცი ერთი და იგივე უფლებებს ფლობდეს. ეს ამას ვერაფრით ვერ გაიგებია, იცოდი შემდეგ და დავიმახსოვრე ეს შემდეგ და მთელი სიცოცხლე მახსოვს რა. ეხლა რა მინდა გითხრათ? 31 მარტია. 31 მარტს 1991 წლის 31 მარტს ქართულ ხალხს უჭირავს ბიულეტენები და საქართველოს დამოუკიდებლობას ადრევს ხმას. ზოგადად გამოსახულიასთან კოშკში მიდის ამერიკის ექს-პრეზიდენტი გადამდგარი პრეზიდენტი ჩვენებადული რიჩარდ ნიქსონი და ეუბნება ესეთ რამებს. რატო ატარებდა რეფერენდუმს შენ ეს ხო ბიუჯეტიდან თანხაშდება თქვენო ისედაც უარი თვითონ საქმეთა ბიუჯეტიდან თანხის გამომეცვალება და ეხლა შენ შეიძლება ისედაც გამომეცვალებია დამოუკიდებლობა შენი უმრავლესობით უზენაეს საბჭოში ზოგადად უთხრა მე ნაბიჯს არ გადადგა ჩემ ხალხს არ დავიკითხო და როდესაც ნიქსონი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში მან მიკროფონებთან და ვიდეო კამერებთან თქვა რომ მე საქართველოს ლიდერმა მითხრა რომ ნაბიჯს არ გადადგავს რომ თავის ხალხს არ დაიკითხოს. ის ადამიანი ესეთნაირად იყო შეიძლება ზევიდან ქონდეს სიკეთე. ეს იყო უმართლესი ადამიანი საქართველოს ისტორიაში და მან საქართველოს ისტორიაში სიცოცხლე და ცხოვრება შესწია საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი სამართლიანობისა და ყველაზე მაღალი სკეპტის დოკუმენტს. ეს გახლავთ რეფერენდუმის შედეგი. და აი ეს საჭირო დღეს კარგად გაითავისოს დღევანდელმა ახალგაზრდამ, რომელიც დღეს ქუჩაში დგას ქვეყანაში ჩემებადები და იმიტომ რომ დღეს უკვე არ
არიან ახალგაზრდები, რომელმაც ფაქტიურად მართალია მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ თავიანთი სიცოცხლე, ცხოვრება, ცოდნა შეიძინეს სვიად გამოსახულიას მიერ დაფუძნებულ გამოვიდებელ საქართველოში. დიახ, მართალია, რომ 26 მაისი დიდი რიცხვია, რა თქმა უნდა. მაშინ იმასაც ძალიან მიგეძებდეს. ვიცი, რომ იანვრის თვეში გამოჩვენა დაუბრუნდა სვიადს და უთხრა, რომ ჩამოდიო ნოვაგრადოვში და ვილაპარაკოთ ახალ სამოქალაქო ხელშეკრულებაზე. სვიადმა უთხრა, თქვენ რომ იაკობლევის კომისიის დასკვნის შედეგად ბალტიისპირეთის რესპუბლიკას ამობენ დასავლეთის ცივილიზაციაში იმ მოტივით, რომ ისინი რიბენტოპ-მოლოტოვის უკანონო ხელშეკრულებით მოგეხსენებათ უხეში სამხედრო ძალით იქნება მიერთებული საბჭოთა კავშირთან, აი თასობით, ესე იგი, რაც იაკობლევის დასკვნა იყო, მაშინ როდესაც თვითონ დოკუმენტი რიბენტოპ-მოლოტოვის ხელშეკრულება აღარ არსებობს, უფრო როგორც კი ომი დაიწყო, სტალინმა გაანადგურა იქ 2000 კილომეტრის იქით და გიტრებმა იქ თავის გერმანიაში. ეს დოკუმენტი არსებობს, მხოლოდ დოკუმენტი, რომ ეს დოკუმენტი არსებობდა, მაგრამ თვითონ დოკუმენტი არ არსებობს. და საქართველოს 21 წელს ჰქონდა ევროპაში საუკეთესო კონსტიტუცია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და რუსეთის ფედერაციას აღიარებული ხალხი საქართველოს დამოუკიდებელ ელჩი ხალხი საქართველოში და უხეში სამხედრო ძალით იქნა მიერთებული საბჭოთა კავშირთან 1921 წლის თებერვალში. აღიარეთ ეკო, მე ჩამოვა და მე ვილაპარაკობ. არა, ამას არ აღიარებ. ამას ამბობ გარბაში. შეიძლება მაშინ ჩვენ შევდროს არანაირი აზრი არ აქვს. დიახ, ბატონო. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ვიცნობი ამ ადამიანს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შენობითი ურთიერთობები გვქონდა. მაგრამ ჩემს სიცოცხლეში სვიად გამოსახული არის ყველაზე დიდი ადამიანი. დღეს 87 წლის აბადების არის და განახლოს მესტა ბელგიის რეგიონალური ვიცი მაგრამ ძალიან